მე ნათია ვარ ჯამთელი ჯანსაღი აღდგენილი სული შეწყალებული მუტებებული სული ვარ განთავისუფლებული დოგორი მოგორი ჩიპები იმპები იმპლანტები ანტენები დაჩქები დაჩქებისაგან პაუქები პაუტინებისაგან ავნახებისაგან სერები რები არხონდებისაგან ვესებისაგან კრაზებისაგან ავისურები ავიძალებისაგან ადავი პრაკატია ზაკრატიებისაგან სისხლის ნათესაური ზაკრატია პრაკატიებისაგან ჩონესები ჩონეზა ჩონემაგებისაგან სოძრო აბრუნეცა სეპარტარები ზაკრივაცა ზადეუტარა ფილტრები ფოლგა ფილტრებით ეხლა ვარ ხელშეუხებელი, ვარ ნერუშიმი, ვარ რა ქვია ზაშიტებში, აბსოლუტური ზაშიტებში, ვიშესოთესების ზაშიტებში, ვარ ასე ვთქვათ, ბეზაპასნოსწობებში და ჩემი კანალი ბეზაპასნოსწობებშია. Запрещаю всех на меня лихоплоховлиять, запрещаю сканировать, копировать, запрещаю რა ქვია კრადნიკობას და все ნეგატივები დისტრუქციები კრადნიკები ვიგონონიკები აბრუნეცა პერეკლატშიკები და პადმენშიკები აბრუნეცა ეხლა ვარ დაუზიანებელი დაუზარალებელი და არის ასე რა მინდა ეხლა ვთქვა რა არის მატრიცული თამაშები და დროში თამაშები და მატრიცა და დროში თამაშები ანუ რით რა ქვია რით გვათამაშებენ რა გვაპამპულავებენ რა ანუ ჩვენ ხასიათებზე ჩვენს ემოციებზე ჩვენს ფსიქომატრიცაზე რა ხდეს ცუდად ზემოქმედებას და როგორ იყენებენ ამას აი დავუშვათ ეხლა მე ვლაპარაკობ ხო ჩავწერე რაღაცა ჩემ თავ ლაპარაკობ ხომ ამას მინდა მოусმენ ხვალ მინდა მოусმენ ზეგეს მოხდა მომენტში ზესისი ჩას ყველა მიცით რომ ეს მაგალითად ფილმი მულტფილმი ხო იწერება ანუ არტისტები გამოიგონებენ რაღაცა ფილმს სიმღერას მუსიკას გადაიღებენ ვიდეოს მომენტში და ეს ვიდეო მუშაობს ამ ვიდეოს ზოგი 1 თვის მერე უყურებს ზოგი 2 თვის მერე ზოგი 3 თვის მერე ზოგი 1 წლის მერე და მარა ეს არტისტი ანუ მაგალითად მეც ეს არტისტიც ეს ფილმის მოთამაშეებიც ხო ამ ვიდეოზე უკვე აღარ ვფიქრობთ უკვე ვფიქრობთ სხვა იმაზე სხვა სიმღერა ჩავწეროთ სხვა ხმოვანი ჩავწეროთ სხვა რაღაცა ჩავწეროთ უკვე ეს ჩავწერეთ ჩვენ ეს ფილმი რაღაცა ხო ეს ხმოვანი ჩავწერე ეხლა მე ვფიქრობ უკვე მე ამ თემაზე აღარ ვფიქრობ მე ვფიქრობ უკვე სხვა თემაზე სხვა რაღაცა მინდა ჩავწერო სხვა რაღაცა კაი რაღაცა მინდა გამოვიგონო, კაი ფილმი მინდა გამოვიგონო, კაი ფილმი უნდა ჩავწერ უკვე სხვა სცენარზე ვთამაშობ, ხო, უკვე სხვა სცენარზე ვფიქრობ, მე ამ სცენარზე აღარ ვფიქრობ, ხო? ადამიანი ეხლა დავუშვათ მე ვუყურებ ფილმს და ვიცი რომ ეს ფილმი ჩაიწერა, ამ ფილმზე მუშაობდნენ 1 თვე, 2 თვე, 3 თვე თუ რაღაცა გამოვიდა ეს ფილმი და ვუყურებ ამ ფილმს. მაგრამ მე ეს ფილმი მგონია ეხლა ზესისი ჩას უყურებ მე ამ ფილმს, მაგრამ ის არტისტი ხო აღარ თამაშობს ამ ფილმს, იმან ითამაშა უკვე. всё. და ეს ფილმი გამოუშვეს 1 თვის მერე, 2 თვის მერე, 3 თვის მერე გამოუშვეს და უყურებ ამ ფილმს დაუშვათ 1 წლის მერე. მაგრამ ის არტისტი ხო აღარ თამაშობს, ის არტისტი უკვე თამაშობს სხვა სცენარებში, სხვა რაღაცას ლაპარაკობს, სხვა რაღაცას მოქმედებს სხვა რაღაცა ფუნქციებს აკეთებს სხვა რაღაცა ევალება ხო უკვე ხო მაგრამ მე იმის ძველ ფილმს უყურებ მაგრამ ეხლა უყურებ ანუ ზესისი ჩას რაღაცა ხო უყურებ აი იგივე ავიღოთ დაუშვათ სეანსები რა გიპნოლოგებმა გააკეთეს რეგრესოლოგებმა გააკეთეს სეანსები რაღაცა დაუშვათ გუშინ და მე გამომიგზავნეს ეს ვიდეო დღეს და მე ვიცი რომ ეს გუშინ გააკეთეს მაგრამ მე ამას დღეს უყურებ და ეს რეგრესოლოგები დღეს უკვე სხვასთან მუშაობენ, უკვე ჩემი დარდი აღარავის აღარ აქვს, დაავიწყდა უკვე ნათია ყველას. უკვე სხვა კლიენტზე მუშაობენ მაგალითად, მაგრამ მე ამ სეანს დღეს უყურებ და დღეს შევდივარ ამ სეანსის ასე ვთქვათ, როლებში, ემოციებში, განვიცდი, მეშინია, მიხარია და დღეს გავდივარ ამ ჩემბიოვერ ბიოპოლში ამ ემოციებს. მაგრამ ეს რეგრესოლოგები უკვე სხვა კლიენტებთან მუშაობენ. აღარავის აღარ ახსოვს ის ნათია იმან უკვე всё დაამთავრა იქ სამსახური, აიღო თავისი ზაპლატა თუ რაღაცა ხელფასი, აიღო თავისი გუდანაბადი და ასე ვთქვათ გადაერთო უკვე სხვა ასე ვთქვათ რეალურ საბიციას რასაც ეძახიან და სხვა რაღაცა საქმიანობს რა, სხვა საქმეზე გადავიდა, სხვა დროის მონაკვეთში გადავიდა უკვე და დღეს ხვალზე უკვე სხვას კურნავს
და რა ქვია ეს რა ქვია ჩაწერილია ვიდეო ვიცით რომ ეს კინო ჩაწერილია, მაგრამ რამდენჯერაც ამ კინოს უყურებთ, რამდენჯერაც ამ ვიდეოს უყურებთ, რამდენჯერაც ამ რეგრესოლოგიურ იმებს უყურებთ რა გაწმედებს ხო ჩაწერილ ვიდეოებს, იმდენჯერ რაღაცნაირად აი ემოციებში მაინც შევდივართ, ემოციებში მაინც რაღაცა გვიხარე, კიდე განვიცდით, მიხვდი? ანუ ეხლა ადამიანმა რომ ზედმეტად არ გადაიღალოს თავის ტვინის ფუნქციობისათვის, თავის ტვინის ნერვული სისტემისათვის, ეს არის როგორი ის იცი რომ ნერვულ სისტემას თავის ტვინს ყველაფერი გონიას ძესისი ჩას. ანუ ჩავთე კინო ვუყურებ, ეს კინო არის გადაღებული 2 წლის უკან, მაგრამ მე მგონია რომ ეს კინო და ეხლა თამაშობენ ესენი და სეანსი მაგალითად გავაკეთე მე 3 წლის უკან, მაგრამ უსმენ პროსტა ამ სეანსს, ხო? ამ რა ქვია ჩემს მე მგონია მე ვიცი რომ ეს იყო 3 წლის უკან, მაგრამ მაინც განვიცდი. ანუ ნერვები, ბიოსისტემა, ბიომატრიცა და ეს ტრიგელური მატრიცა, რასაც ქვია, მატრიცა არის პარალელური მატრიცებია, ტრიგელური მატრიცებია, ასტრალური მატრიცებია. მატრიცები არის რა ქვია, კოსმომატრიცებია, ანუ ეს რა ქვია, მატრიცას რას ეძახიან? ციფრები, შიფრები, კოდები, რაღაცები, რა ქვია, გამოსახულებები, გამოგონებები, რაღაცები, მატრიცები, ხო, ეს ფილმი ხო მატრიცა, მე ვარ ბიომატრიცა, ეს ფილმი არის ციფრული მატრიცა, ელექტრომაგნიტური მატრიცა და რაღაცა, ხო, ანუ ხმოვანი ჩანაწერები, SMS-ები რა არის, წკუპ წავიდა SMS-ები, ხო, ერთ წუთში იმას მივა, მეორე წუთში იმას მივა, 1000 SMS-ები მოდის, ხო, 1000 ვოლნებში ადამიანი. 1000 ხმოვანებშია, ტელეფონით ლაპარაკი, 1000 ანტენებშია, ხო ადამიანი, ეს მატრიცა, ეს ტექნომატრიცას ეძახიან მაგას. ტექნომატრიცა, გინდა ანტენური მატრიცები და არ, გინდა ინტერნეტ მატრიცები, გინდა ტექნომატრიცები. ტექნომატრიცები რა არის, რომ ესენი ფუნქციონირებენ ანტენებზე და სენსორებზე და გიგაბაიტებზე და რაღაცა იმებზე რა, ანუ ხმოვანი ის როგორ მიდის და მოდის, ანუ ტექნომატრიცებით. ტექნომატრიცებით კი არა და იმეებით, რა ქვია, ელექტრომაგნიტური პლასტინკებით, პლატინებით და იჭერ ამ სიგნალებს. აქ ანტენა, იქ ანტენა და იჭერს ამ სიგნალებს და რაღაცა პლასტინკები ესენი რკინები თუ რა ვიცი რა რითაც აკეთებენ, შნურები, კაბელები და რაღაცები. რითაც არის ეს დაკავშირებული ერთმანეთთან. ეხლა ეს ფილმი ჩაიწერა ხო ამ პლასტინკებზე დავარქვათ თუ იმებზე დავარქვათ, რა ქვია, ამებზე დავარქვათ თუ იმებზე დავარქვათ თუ რას ეძახიან ამას კაცო ერთი. ელექტრომაგნიტური სენსორები, სხემები, ანტენები, სხემები, შიფრები, სენსორები, ისენი ვოლნები, ხო, ნუ რაღაცა სხემებზე, რაღაცა შიფრებზე, კოდებზე, მახსოვრებებზე იწერება ეს რა, რაღაცა და მერე იგზავნება, ხო? სხემა პლატები. ხო, ანუ იმპლანტები, ჩიპები, იმპლანტები, რაღაცა პლატებზე იწერება ეს რა და მერე უკვე იმას შვრება. გადაეცემა ერთმანეთს, ნომრიდან ნომერს, შიფრიდან შიფრს, კოდიდან კოდს. ხო, ეხლა რა მინდა ვთქვა? ანუ ეხლა დავუშვათ, ეხლა რა ქვია, არ გვინდა ხო ეხლა აი ადამიანმა იგივე ავიღოთ იგივე სცენარები, წარსული სცენარები. ნუ წარსულში ვიყავი კარგად, მქონა ბევრი ფული, ან ვიყავი ცუდად, ან არა მქონა ბევრი ფული, ან მყავდა შეყვარებული, ან არა მყავდა შეყვარებული, ან მყავდა ქმარი, ან არ მყავდა ქმარი, ან ჩემი ქმარი ცუდი იყო, ან ჩემი ქმარი კაი იყო, ან მიღალატა, ან არ მიღალატა და ადამიანი ამას იხსენებს. აი უყურე ეხლა ეს ტექნომატრიცა, ბიომატრიცა, ფსიქომატრიცა. ადამიანი იხსენებს ამას და ხვდება რომ ესე იგი რაღაცა მაინც განიცდის, ეს როგორ გააკეთა, ეს როგორ გაბედა, საზიწყარი როგორ მიღარატა, როგორ ვერ დამაფასა, როგორ რა ქვია, რაღაცა უკმაყოფილებას გამოთქვას, ადამიანი განიცდის, ან ისევ გაივლის თავის ლამაზ ცხოვრებას, ან ისევ გაივლის თავის დიდ ტკივილს, რომ ტკივილი მიაყენეს უმიზეზოდ და არასწვენო და
ხო და არასწვენიათ, ზუსტად არასწვენიათ. სატანებს არაფრის არასწვენიათ და სატანის შინერებს არაფრის არასწვენიათ. ხო და ეს რა ქვია, უკვე მაინც განიცდის ადამიანი, აი წარსულ რაღაცას რომ გაიხსენებს, ან სიხარულს განიცდის, ან იმას ზიზღს განიცდის, ან იმას განიცდის, რა ქვია, წყენას განიცდის, ხო? იგივე არის ეხლა ეს კინოს რო ჩართავ ადამიანი, იცი რომ ადრე იყო, მაგრამ ეხლა უყურებ ამ კინოს, ზესისიჩას უყურებ, ზესისიჩას მისმენ, ზესისიჩას რა ქვია, რეგრესოლოგების რაღაცა გადაცემებს უსმენ და გაინტერესებს და განიცდი. ამ დროს ბიომატრიცა აი მექანიკურად ხდება, რო არ მოხდეს რაღაცა პარტალების გახსნა, რაღაცა დისტრუქციული, ანუ ელექტრომაგნიტურ ველებში ვართ, ხო? მექანიკებში ვართ ჩვენ, ხო? ანუ არ მივიზიდოთ რაღაცა ნეგატიური, არ აგვეკიდოს რაღაცა ნეგატიური, ხო? უნდა ყოველთვის ადამიანმა წინასწარ გინა კინოს უყურებს ადამიანი, გინა ახალ-ამბებს უყურებს ადამიანი, გინა რეგრესოლოგს უყურებს ადამიანი, გინა მემუყურებს ადამიანი, გინა რაღაცას კითხულობს და შევიდა იმაში ემოციებში, ლექსებში ან პოემებში ან განცდებში ან რაღაცა წარსული გაიხსენა და ესე იყო და ისე იყო და გადაერთო ამ ძველ იმას, ხო, რაღაცა სიხარულებს ან ტრამვებს ან კივილებს, ხო? ანუ ეს რაღაცა მექანიკურად ეს ბიომატრიცა მუშაობს თავისთვის. ბიომატრიცაზე ზეგავლენას ახდენს ტექნომატრიცა, ტრიგერული მატრიცა, სოციალური მატრიცა. აი ძალიან ბევრი მატრიცები არის. პარალელური მატრიცა ეს რაღაცეები რომ არ გაიხსნას, ასე ვთქვათ, აჯაფსანდალი არ გახდეს, ხაოსი არ გახდეს და ადამიანის ყველაფერი არ აერიოს, ლაბირინთები არ შეიქმნას, ხო? უნდა თქვას ყოველთვის ადამიანმა თავის თავში უნდა დააყენოს ესეთი უსტანოკა, რომ დაუშვათ ეხლა გუშინ სეანსი ჩატარდა, მე დღეს უსმენ, ხო ამ სეანსს, ან ხვალ მოусმენ ამ სეანსს, ან ზეგ მოусმენ, ან ერთი თვის მერე მოусმენ, ან ორი თვის მერე მოусმენ, ხო ამ სეანსს, ხო? ან გადაცემას, ან ჩემ თავს, ან სხვა რეგრესოლოგს, ან კინოს მოусმენ 1-3-4 თვის მერე, ან რაღაცას გავიხსენებ 1 წლის მერე, ხო? უნდა ვთქვა, უსტანოკა დავაყენო, ყველაფერი ხდება ამ გადაცემას უსმენ, ამ გადაცემას ვიხსენებ, ამ გადაცემას ასე ვთქვათ, ხარშავ, თუ ვაკვირდები, თუ ვუსმენ, თუ მაინტერესებს, თუ რაღაცას სწავლობ, თუ რაღაცა, აი ყველაფერს თუ ვერთობი, თუ განტვირთვაში ვარ, თუ რაღაცა ტოლკავა ბლაგა, ჩემთვის ბეზრე და ჩემთვის და ზლიე დიხიე, პლახიები, დისტრუქციები, ნეგატივები, აბნულაეცა ავტომატიურად. ავტომატიცკი აბნულაეცა ჩემი ენერგიები, ნიკაგნე რას ბაზარი ვაეცა, ჩემი ენერგიები, ჩემი ფსიქომატრიცა, ჩემი ნერვები, არავის სათამაშო არ არის და არც ერთი სისტემის სათამაშო არ არის და არც ერთი ტექნოსისტემისა და იმასე მატრიცებისა და ანუნახების სათამაშო არ არის. და ზაპრეშაევს ეხ ჩემს ბიომატრიცაზე, ბიოსისტემაზე, სულის სისტემაზე, სულის მატრიცაზე ზროლი ხაპლოხა ვლიაც გაგდა. Когда негативно влияет, запрещаю. Всех и всяких. Им регрессологებსაც запрещаю. იმ არტისტებსაც запрещаю, იქ საკუთარ ჩემს ვითომ ჩემ თავსაც запрещаю, ხო? ანუ გალაგრამებს რომ აკეთებენ ეს, რა ქვია, სერებირები, გრები, არხონტები, ამაზე მაქვს ლაპარაკი, რომ შეიძლება ეხლა უცბად ადამიანი ისეთ იმაში შევიდეს, განცდებში, როლებში და ისეთ ემოციებში შევიდეს და ისეთ პერეჟივანიებში შევიდეს, რომ გაიხსნას იქ რაღაცა პარტალი, ხო? ანუ უნდა თავიდანვე უნდა დააყენოს ამ ადამიანმა ისეთი უსტანოკა, деструктивები никакневлияет, პარტალები закрывается почасовой стрелкით და ყველაფერს ასე ვთქვათ, ვუსმენ, ვსწავლობ, ყველაფერი ფუნქციონირებს, ჩემთვის ვაბლაგა და მატრიცისტებო, ტექნომატრიცისტებო, პარალელ მატრიცისტებო, რა ქვია, ცივილ მატრიცისტებო, სოციუმ მატრიცისტებო, რეგრესოლოგ მატრიცისტებო, თუ არტისტ მატრიცისტებო, თუ არტისტ აფერისტებო, თუ რაც არიან ის სერები, რები, ახონტები და ბესები, ხო, запрещаю. ჩემზე, ჩემს ნერვებზე, ჩემს ძესისიჩაზე, ჩემს დროზე, ჩემს развитиებზე, как-тавлият, злоли хаплохавлият და ასე ვთქვათ, პრივატსკები, პრისოსკები ატკლუ ჩაიეცა ატმინა პადალში, წარსულშიც და ეხლაც
ძესის იჩას წარსულშიც და ეხლაც. ყველა სახის დესტრუქციები, ნეგატივები ატყუს ჩაეცა. წარსულშიც და ეხლაც. ან კიდე ადამიანი აი გეგმავს, აო დღეს არ გავაკეთებ, ხვალ გავაკეთებ, დღეს არ მოусმენ, ხვალ ვისწავლე. დღეს ისა და ხვალე გადადო ხო რაღაცა საქმე, ხო? და ეს დაიმახსოვრა ტვინმა, ანუ ბიომატრიცამ დაიმახსოვრა ეს და იცის რომ ეს აქ გასაკეთებელი რაღაცა. ეს აქ რაღაცა დასაწერი, შესასწავლი, ეს აქ რაღაცა ამაზე დრო აქვს გათვლილი, რომ ამას უნდა დრო დაუთმოს, ან ისწავლოს, ან უყუროს, ან იცეკოს, ან რაღაცა გადადო მომავალში, ხვალისთვის, ზეგისთვის, არა აქვს მნიშვნელობა, რაღაცა დაგეგმა, ხო? ანუ ეს ბიოსისტემა, ბიომატრიცა, ასე ვთქვათ, საზნანია, პაცაზნანია, ტვინი, რასაც გინდა დაარქვი, ახსოვს ეს და ეუნება ამას, რომ ახსენებს რა, ერთხელ გაახსენა, ორჯერ გაახსენა, სამჯერ გაახსენა, რომ აი ეს არ დაგავიწყდეს, ეს არ ანუ ახსენებს ამას ადამიანს, ეს ბიომატრიცა, ბიოსისტემა ახსენებს უკვე და ადამიანს ეს გავაკეთოთ, ადამიანი კიდე ხვალე გადადო, ეს რა ხდება, ეს ახდება ენერგიების, ანუ წინასწარ, იმიტომ არ ვარგა რაღაცის დაგეგმვა. ეს ხდება შენ ენერგიებს გადაგაქვს რაღაცა მომავალი, რომელიც შენთვის არ არსებობს, ანუ არც მომავალი არსებობს, არც წარსული არსებობს, ეს ყველაფერი რა ქვია, არის ჩვენს მეხსიერებაში. არსებობს მხოლოდ ძესის იჩას. ხვალე შეიძლება, რა ქვია, აღარ იყოს ადამიანი და ის წარსული გახსოვს, მაგრამ ის წარსული ხო აღარ არის. ის ხალხი ხო გაიქცა წავიდა, ის რეგრესოლოგები ხო გაიქცნენ წავიდნენ, იმ მსახიობები ხო წავიდნენ გაიქცნენ, ის მსახიობები, რეგრესოლოგები, ის ხალხი დღეს უკვე სხვა რაღაცას აკეთებენ, სხვა საქმეები აქვთ, სხვა პრობლემები აქვთ, სხვა ისენი აქვთ, მაგრამ შენ რაღაცა დაგიშავეს თუ რაღაცა გაწყენინეს თუ რაღაცა გაგიკეთეს თუ რაღაცა გაგახარეს თუ რაღაცა კარგად იყავით ერთად თუ სუდად იყავით ერთად, ხო, ეს ახსოვს უბრალოდ შენს მეხსიერებას. ეს გახსოვს შენ. ანუ წარსულზე ბევრი ფიქრი არ ვარგა, იმიტომ რომ კანონის მიხედვით, ძესის იჩას კანონის მიხედვით, ხო, შეიძლება ეს მექანიკურად გაიხსნას პარტალები და რაღაცა ცუდი მოხდეს. ანუ ცუდი რაღაცა ან ბესი ან სერი ან რაღაცა ცუდად გამოიყენონ ეს რაღაცა შენი ენერგიები. იგივე მომავალში ესე იქნება, ისე გავაკეთებ. იგივე მომავალზე ბევრი ფიქრი, რომ ესე უნდა გავაკეთო, ისე უნდა გავაკეთო, თან არ აკეთებ, თან არა დღეს არა ხვალ გავაკეთებ, არა დღეს არა ზე გავაკეთებ, ხო ეს მომავალზე გადაგაქვს შენი ენერგიები, ამ ენერგიებს გიჭამენ და ბიოსისტემას ტვინიც უკვე დაიღალა რამდენჯერ გაგახსენოს, რომ აი ესეა, ეს უნდა გააკეთო, თუ არ გააკეთე, თუ არ აკეთებ, წაშალე რას იტვირთავ ამ ტვინს. აი ეს არის ბიომატრიცა და დიდი ტვინის გადატვირთვა არ ვარგა, იმიტომ არ ვარგა ეს ტრიგერები. ადამიანი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანი რასაც უსმენს ადამიანი, იმასაც ასე ვთქვათ, აფუნქციონირებს, ამოქმედებს. ცუდს უყურებს, ეს ცუდი მოქმედებს, კაის უყურებს, კაის მოქმედებს. ამიტომ ადამიანმა უნდა წინასწარ ესეთი უსტანოკები გააკეთოს, რომ ქუჩაშიც რო გადის ხო ადამიანი, სადღაცა მიდის, სადღაცა მგზავრობს, ხო არიცი ახლა ქუჩაში რა მოხდება, ხო იქნება უცბად სტიხიური წარღვნა მოხდეს, უცბად იქნება თოვლი მოვიდეს, უცბად იქნება წვიმა მოვიდეს, უცბად იქნება ქარი მოვიდეს, რაღაცა პრობლემა მოხდეს, ხო, უცბად იქნება, რა ვიცი, 1000 რაღაცა ხდება, ეხლა მთელ სამყაროს ადამიანი ვერ გააკონტროლებს, ადამიანი კი არა, ღმერთი ვერ აკონტროლებს მთელ სამყაროს. ღმერთი ვერ აკონტროლებს, იმიტომ შექმნეს ეს სისტემები, მატრიცები, მექანიკები, რომ ამ მექანიკებით გინდა არ გინდა გაკონტროლდეს რაღაცა, თორე ყველა გიზს გადარეულს, ყველა ამამტყობს, ყველა სულით ავამტყობს, ყველა სულით მანიაკს, ყველა სულით ასე ვთქვათ დაცემულს, საზიზღარს, ყაჩახს, ბესებს, ერებს, ღმერთი ვერ გააკონტროლებს ყველას. ეს სოციუმიც ახლა შეიძლება ადამიანს არც ბესი ყავდეს, არც სერი ყავდეს, არც არავინ არ ყავდეს, მაგრამ თვითონ არის საზიზღარი და თვითონ არის უვარგისი და თვითონ არის საშინელი, უჟასტიკი და თვითონ არის არა ადამიანი და არა კაცი და არა ქალი.
შეიძლება იმას თუ არავინ არ აყავდეს, მაგრამ თვითონ არის წაკლა ადამიანი და საზიზღარი ადამიანი. ამ ყველას ვერ აკონტროლებს ეს, რა ქვია, ვერც ღმერთი, ვერც ანგელოზი, ვერც ისა, ეხლა რამდენი რამე გააკონტროლოს. ამიტომ აკონტროლებს, ასე ვთქვათ, ერთი ადამიანი თავის კი ეხლა ქუჩაში მე ჩემ თავს ვაკონტროლებ კი არა და ჩემ თავს ხანდახან სახლშიც ვერ ვაკონტროლებ. ხანდახან რაღაცა დამემართება ნერვოზი მწირჭირს, დავიწყებ ყვირილს, რაღაცა ჩხუბობ ისა ესა, რაღაცა მერე დავწყნარდები. ხო არის ესეთი მომენტი, ხო რაღაცა, ხო ემართება ადამიანს. და ეხლა მით უმეტეს ქუჩაში გადიხარ, იქ ათასნაირი ბოტები დადიან, თავიანთი ჩიპებით, მიპებით, იმპლანტებით, ინსტრუქციული პროგრამებით, ბლოკებით, მლოკებით და იმას ვინ გააკონტროლებს? იმას თავისი თავი ვერ გაუკონტროლებია, ეხლა იმას ვინ ღმერთი გააკონტროლებს, იმას აკონტროლებენ ბესები. ბესებს ეხლა ბესებს ღმერთი გააკონტროლებს. რამდენი ბესი გააკონტროლოს ღმერთმა? ღმერთმა კი არა, ვიში ესვეტლი ესილემ. ამიტომ ადამიანმა წინასწარ უსტანოვკა უნდა დაიყენოს, ზაშიტა უნდა გაიყენოს, რომ სახლში, გარეთ, ქუჩაში თუ გზავრობისას თუ ძილის დროს თუ ასე ვთქვა ზაპრეშავს ეხ, ნამინა ზლოლიხა პლოხავრიაც მგზავრობს ჩემთვის სასარგებლოდ ზაპრეშავს ეხ, რა ქვია, ნამინა ზლოლიხა პლოხავრიაც და ნამინა რა ქვია ზიანის მოყენება ზაპრეშავს ეხ. მომენტანა ატკულუჩაეცავსე არ მაინტერესებს ვინები არიან და რეები არიან, ესენი ბესები არიან, ანანოხები არიან, ისენი არიან, ბოტები არიან, ნეუნანა პარაზიტები არიან თუ ვინები არიან, ვაფშე არ მაინტერესებს. ბუდოდ ბლოკირებაცა მომენტანა. არის ხო ესეთი შემთხვევა, ქუჩაში გადიხარ და დაუშვათ ვიღაცამ რაღაცა უნდა გითხრას, ან ვიღაცამ რაღაცა შეურაცხყოფა უნდა მოგაყენოს და წკაპ დაავიწყდება. ხო, იმიტომ რომ ის რომ უკვე მოვიდა შენ ბიოველთან შენ ხო გაქვს ესეთი ბიოვერში ესეთი სისტემა ჩადებული რომ ზაპრეშაევს ნამინა ზლოლიხა პლოხავლიაც ავტომატически блокируется стократно обратно кайгина стократно обратно цудигина стократно обратно ჩემთვისაც ვაბლაგა შენთვისაც ვაბლაგა ხო ვიძახით ესე არა ეს უსტანოვკა უკვე გაჭრა იმანის რა ქვია ის ნეგატიური ინფორმაცია всё ის ვეღარ მოერევა ადამიანს ის ვეღარ მოგაყენებს შეურად იმას დაავიწყდა უკვე რა უნდა ეთქვა მიბლანდავს მობლანდავს წაბლანდავს იბა დაავიწყდა უკვე რომ უნდა დაჯახებოდა წაბლანდავს მობლანდავს მიბლანდავს წავა თავის გზაზე всё ეს ბიოსისტემებს ბიობოტებს ღმერთი ვერ გააკონტროლებს მარტო ერთი ღმერთი ვერ გააკონტროლებს იმიტომ არის ბევრი მატრიცები შექმნილი პარალელ მირებშიც მირმერ მირებშიც რომ დავუშვათ ეხლა მე მინდა მე ნათია ვარ ხო მე ვარ ნათია ან არა აქვს მნიშვნელობა მე ვარ დავუშვათ აგერ ის ან ქალი ვარ ან კაცი ვარ ან ვანო ვარ ან ლევანი ვარ ან ვიღაცა ვარ მაყვალა ვარ მე ვარ მაყვალა ნათია ვარ და მინდა რომ დავიცვა ჩემი თავი დავიცვა ჩემი ჩაკრები ჩემი სული ჩემი რაღაცა სახლი კარი ბიოველი ბიოპოლი და არ მინდა რომ ჩემს დაანგრიონ ან წარღვნა მოხდეს ან რა ავადობა მოხდეს ან ვირუსი მოხდეს ან რაღაცა მოხდეს ხო არ მინდა ცუდი დამემართოს ან დავიბლოკო ან დამბლოკონ ან შემჭამონ ან გამაგიჟონ ან წამართვან ან ცემონ ან ტყეპონ არ მინდა ხო რაღაცა ცუდი მოხდეს ხო ამიტომ არ მანიაკები და ქურდები ამეკიდონ არ მინდა ხო ამიტომ წინასწარ ვაყენებ მე უსტანოვკას რო ხალხსაც ზაპრეშაიო სულებსაც ზაპრეშაიო ავსულებსაც დაპრეშაიო ანუნახებსაც ზაპრეშაიო მატრიცისტებსაც ზაპრეშაიო программистებსაც запрещаю всех на меня злолиха плохавлят запрещаю всех будут блокироваться стократно обратно будут виганяться жигаться будут штрафироваться და თუ რამეს კიდე ვუყურებ და რამე მინდა ვისწავლო იმ ძველი გადაღებული ფილმებიდან და იმ ძველ გადაღებულ ფილმებს ვუსმენ ამ ძველ გადაღებულ რა ქვია რეგრესოლოგიურ ჩანაწერებს ვუსმენ ამ ძველ გადაღებულ კინოებით რაღაცა მულტიკები მომეწონა და კუნფუ პანდას ვუყურებ ან რაღაც ხო დაუშვათ უნდა თქვას ადამიანმა რომ ამ რა ქვია ვუყურებ ამას ჩემთვის სასიკეთოდ დისტრუქტივები
ატკლუ ჩაიეცა დაუშვათ შევედი ემოციებში რაღაცა და გავნერვიულდი ხო და ამ დროს რა ქვია გინდა არ გინდა განერვიულდა ეხლა ადამიანი და ხო შეიძლება რაღაცა გაიხსნას უცბად რაღაცა მექანიზმი ხო დაიწყოს რაღაცა მექანიზმა ფუნქციონირება უნდა თქვა რომ არა деструктивები отключается, никак не работает, только отключается все происходит только во благо ჩემთვის სასარგებლოდ სასიკეთოდ და запрещаю რა ქვია ჩემს ბიოპოლზე, ჩემს განათლებაზე, ემოციებზე, საზნანია, პადსაზნანიებზე, ცოდნაზე, სულის ჭისტოტებზე, სიცოცხლეზე, ძეკაზე, მატრიცაზე, ხმაზეც კიდე, ატражениებზეც კიდე, გზებზეც კიდე, ნაკვალევებზეც კიდე, злориха плохавлият, запрещаю всех. Будут сжигаться, будут штрафироваться. Исцераю следებს, исцераю ანაბეჭდებს და ვიბრუნებ ჩემ ჭისტოტებს. წარსულიდანაც მომავლიდანაც ვიბრუნებ ჩემს ენერგიებს წარსულიდანაც მომავლიდან 100% ჯამთელი ჯანსაღი აღდგენილი სახით რა არის მომავლიდან ენერგიების აღება რო ადამიანი გადადებს ერთ საქმეს მომავალში მეორე საქმეს მომავალში და არ აკეთებს ან ამას უყურებ მოусმენ მედიტაციებს ხვალე ან მოусმენ შავიწერ მედიტაციებს ხვალე და გადავდე კიდე არა დღეს არამცარე ხვალეს დღეს არამცარია ხვალე ხო ან კბილის ექიმთან წავალ ხვალე ან არა დღეს არა ხვალე ხო ეს რაღაცა ენერგია გეგონება ვამპირი მჭამს და გეგონება რაღაცა ხდება ხო რაღა ვეღარ მივედი რა იქამდე რა ხო რაღაცა მოხდა ხო ანუ უნდა თქვას ადამიანმა რომ ამ ჩემ გეგმებზე ამ ჩემს მისლებზე ამ ჩემს დაუშვათ რა ქვია მინდა წავალ მინდა არ წავედი ნუ წავედი всё отключаемся от ситуациიდან ეს სიტუაცია აბნულაიცა ვიღებ ჩემს ენერგიებს обратно освобождаю все чем чистотებს освобождаю все чем скопиებს освобождаю все чем ореолებს запрещаю всех რა ქვია ჩემს ნერვებზე ჩემს ბიომატრიცაზე სულის მატრიცაზე სულის სისტემაზე სულის სტრუქტურაზე как-то თამაშობას как-то негативობას запрещаю всех всё, აი ეს უნდა რა ქვია ადამიანმა წინასწარ როგორღაც უნდა იმეცადინოს დღეში ერთხელ ან თვეში ერთხელ უნდა თქვას რაღაცა თავისთვის სასარგებლოდ რომ როგორღაც ეს რა ქვია გამოვიდეს ამ რა ქვია კატათაგობანას თამაშებისაგან და მატრიცული თამაშებისაგან აი ეს არის მატრიცული თამაშები რომ უნდა გაკვეთილი მოამზადო დღეს ხვალე სკოლაში უნდა წახვიდე აზეგუნა სკოლაში წახვიდე რომ ისია და ადამიანის ენერგიები ყველგანი ფანტება ამ დროს და სულისთვის ენერგიები აღარ არჩება უკვე ადამიანის ბიომატრიცა ფიქრობს მარტო იმ გაკვეთილებზე იქ იმაზე იქ სამსახურზე უნდა წავიდეს უნდა მოვიდეს იმას უნდა შეხვდეს უნდა გააკეთოს რაღაცა კინოს უნდა უყუროს რომელიც ერთი წლის წინ არის გადაღებული და შევიდეს ამ კინოს როლებში და ემოციებში და იხსნება აქ რაღაცა მექანიკური პარტალები ხო და ადამიანმა უნდა დაკეტოს ეს პარტალები უნდა თქვას რომ ყველაფერი მოვალ ვისწავლი რაღაცა ვიმუშავებ რაღაცა ვობლაგად ჩემთვის პარტალები закрывается негативები закрывается запрещаю всех чем сулзе чем биосистема чем биоматрицაზე злориха плохавлият и вон все отсюда все негативები деструкციები კრადნიკები ალფონსოები პაპაშები მამაშები თუ რა ვიცი რა დავარქვა ეხლა ამ ბესები არიან არტისტ-აფერისტები отключаются, сжигаются, выжигаются და ატმინოს ტოკმაგებს დავდებიან ჩემ ბიოპოლიდან შორს. ბესე მასწავლონ თავიანთ თავს, ერე მასწავლონ თავიანთ თავს, ამასულე მასწავლონ თავიანთ თავს. მოშორდით ჩემ ბიოსისტემას, მოშორდით ჩემს ტონკიწერებს, ბაშწერებს, ასრაცელებს. მინდა ვისწავლი, მინდა არ ვისწავლი. აი ესე უნდა იყოს ადამიანი. ვერ გავაკეთე დიდი რამე. отключается ეს ყველაფერი ვიღებ აქედან ჩემს ენერგიებს ხვალ გავაკეთებ, ხვალ უკეთესად გავაკეთებ. всё. ხვალ გათენდება ეს ხვალე ხო შევხედავ ახლა ჩემ მდგომარეობას თუ ხვალეც ვერ გავაკეთე რაღაცა თუ ხვალეც ვერ ვიმეცადინე რაღაცა ისევ ვიტყვი რომ всё ვიღებ ჩემს ენერგიებს არა უშავრა აბნულაეცა всё რაღაცა პარტალები რაღაცა ასვაბაჟდაეცა ჩემი საზნანია დესტრუქციული ფიქრებისაგან დესტრუქციული ემოციებისაგან დესტრუქციული რაღაცა პერეჟევანიებისაგან დესტრუქციული კინოებისაგან დესტრუქციული რეგრესოლოგიებისაგან და რაღაცეებისაგან დესტრუქციებისაგან ნეგატივებისაგან რაღაცა ვიღებ ჩემს ენერგიებს მაღალ ვიბრაციებს ვწევ არა უშავრა ეხლა როცა ცოტა დავლაგდები დავწონარდები მე გავაკეთებ და მადლობა ჩემს საზნანია პადსაზნანიას მადლობა ჩემ ნერვებს და მადლობა ჩემს ვიშიას და სულის სტრუქტურას მადლობა
აი ეს არის თვით შეცნობა, თვით ბალანსირებება და თვით გარმონიზაციულობა და თვით ევოლუცია, რაც უნდა ისწავლოს თითოეულმა ადამიანმა და რაც უნდა იმეცადინოს თითოეულმა ადამიანმა. დავიქანცე, იმდენი ვილაქლაქე, მადლობა ჩემს თავს, მადლობა ჩემს ხმას, მადლობა ჩემს ჩაკრებს, ტონგიწერებს, ბაშწებს, ასტრაცებს, ვიშია, მადლობა ჩემს ეფირ წელებს, მადლობა ჩემს კანალს, მადლობა ჩემს ბიოსისტემას, მადლობა ჩემს ვიშიას, მადლობა ჩემს ვიშიე წმინდა კურატორებს, ვიშიე სვეტლიესებს, მადლობა. საკრივაიცა პარტალები, ზლონიკა კნევლიანი, только отключается.